ადამიანის გონება ურთიერთობის შესაძლებლობები ისტორიული ესე ვთქვათ აროები ნაკლებობა განაპირობა ის რომ მოვალე იყო ადამიანის ნომერი მოვალე იყო ადამიანის ნომერია ვერ ისნო რა ის მოსული სოფელში სინანურის ზრობა გაუჩნდა და აუჩნდა გონებრივი მიდრეკილება ფიზიკა. ჩვენ დღეს დავიკითხეთ სახარებაში სიტყვები, როდესაც ნიკოდიმოსი ამბობს, რომ ეს არის პრობლემური ადამიანი, რომ არავისგან არ გამიგონია. ესეთი სიტყვებია. ნიკოდიმოსი ესე ვთქვათ, არის აბადიტების წარმომადგენელი, სინედრიონის იყო და აქედან გამომდინარე მის მიმართ ესეთი სკეპტიკური განმარტება იყო, შენ დაგილეველი ხარ და თვითონ კარგად იცი რომ დაგილეველი დაიშოვიდან არ შეიძლება იყოს არავინ. ისაა წარმოთქმული. ბეტრემიდან უნდა მოვიდეს ქრისტეო, მაგრამ როდესაც უბრალოდ ხალხი ამბობენ რომ არცა ჩვენ გავხდი რა, არისმენია რაც მოსმოდა ჩვენ ქრისტესგან და ჭიშმარიტა განცდა წარმოთქმულია ის ან არის ქრისტე განავრები და ფაქტორები შემდეგ სიტყვებია მათ. შეხედეთ თუ ვინმე თქვენი უფროსებიდან ის მონავაკიო, რაღაც არის მონა თქვენი უფროსებიდან, ესე იგი არ შეიძლება ის მონა თქვენს. აი აქ არის ზუსტად ტრადიციული ფორმის ესე ვთქვათ უარყოფა ქრისტიანობის. უარყოფა არა იმიტომ, რომ ტრადიციაში დევს სიგვარე და სული, არამედ ტრადიციამ შეიძლება ადამიანი დააშოროს მე. ყოველთვის ჩვენ ტრადიცია უნდა შევმარდოთ მონებრივ დასკვნაში, სწორ დასკვნაში. ახალი ამბის ესენცია ზუსტად ამის საშუალება იყო. აი ამ სულისა და გონების ერთმანეთთან შერწყმით ადამიანმა მოახდინა სულის ხმაურება. მე მინდა ძალიან მოკლედ, მაგრამ თქვენთან ერთად პარალელი გავავლო ადამსა და პეტრე მოსიკუჩიოვის. ადამი ეს არის პატრიარქი, ანუ მამა ყოველთა ადამიანთა. სიკვდილის შემდეგ ადამი პრობლემებრივად წავიდა. მან არ ჰქონდა საშუალება საქართველოში ყოფნისა. რადგან არ იყო დია საქართველოსელი ადამიანის სულისთვის. რა სახით და რა ფორმით იყო ეს საქმე და რომ არ იყოს უცნაური არის ეს ყველაფერი. ჰქონდა თუ არ ჰქონდა სინამდვილე ადამიანს იმის გამო რომ მან უარყო ფიზება და მან ესე ვთქვათ ფიზინაშე უილი სხვა და თითი გაიშვირა ესე ვთქვათ შარი მოძდო ღმერთს. ჰქონდა თუ არა ადამიანს სინამდვილე ამის რა თქმა უნდა ჰქონდა და რა თქმა უნდა დაღიდა სუხილი იყო. ეს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შედეგად ამ უარყოფისა მან მიიღო შვილი რომელმაც საკუთარი ძმა მოკლა. ანუ ორმა შვილმა ესე ვთქვათ იყო ორივე დარჩენილი და ერთმა მეორე სიკვდილი დაგვარა. საური არის ადამიანი ამას აუცილებლად მისდებოდა. მით უმეტეს ადამიანი მისდებოდა საიდან გამომდინარე მოდიოდა ყველაფერი რადგან მანამ შეწებოდა და მანამ უარყოფდა ღმერთს მანამ იდაპილი სრულყოფილი კონტაქტი გაამარა ღმერთთან მას იდაპილი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. ჰქონდა სინანული აკამს მაგრამ სათანადო მან მერიხილა ქრისტეს აღდგომამდე. ავიღოთ პეტრე მოციქული გარკვეულ სილას პეტრე უარყო ქრისტე სამჯერ სხვა უარი ესე ვთქვათ მის ნომრაზე გაუჩნდა თავის სიტყვებს ესე ვთქვათ შეეშინდა ისა კაცმა არავინ არ იცის. შინაგანი წმენა უნდა ქონოდა ამ ადამიანს იმიტომ რომ მსგავსი რამ რაც პეტრემ გააკეთა მასყოვართან ურთიერთობისას არავის არ გაუკეთებია. მისი ესე ვთქვათ ხასიათიდან გამომდინარე, მისი სიმწიფიდან გამომდინარე, ან ხალხზე გაიგინა, ან რაკნა, მაგრამ მაინც უარყო შეეშინდა იმისა, რომ ფიზიკური სიცოცხლე მისი უბრალოდ ხელყოფილი არ ყოფილიყო. სულიწმიდის გარდამოწვამდე მასში ზუსტად ესეთი გზნობა იყო. ის დარდობდა და განიცდიდა ამას. ჩვენ გაწუხება გვეუბნება რომ პეტრესო არები თუნდაო ასეო ანცრებლების გამო ზედაც ესევა ამოჭამაო მისი ლოხები ესენმაო გასუცბილ ტიროდაო ახლა ეს არ არის ყველემი არ გამოიხატება ადამიანის დარდი მე სინდაფერ მინდა თქვა შეგვევა ადამიანს ერთი წელი არ გადმოვადეს ყველგან და ეს ძალიან დიდად თავის თავზე შეიძლება 24 საათი ტიროდეს და უბრალოდ
მანიატურას ნაცევი და არაფერი ესოთმაში არის. პეტრე ნამდვილად ხუთა ხალხი, ნამდვილად ხუთა და ეს ყველაფერი მან დაამტკიცა იმეთი რომ ის აკრებულიდან არ დასულა, მიუხედავად იმისა, მოდი ჩვენ წარმოვიდგინოთ, სწავლი ესე თქვა დამოკიდებულება ჩვენ. რამდენად ჩვენ შეგვიძლია ვაპატიოთ ხდავსა და მოღალატე ადამიანს. ჩვენ გვერდით რომ რამდენ ხანს გავაჩერებთ მას. თუ გავაჩერებთ და ცოტა არ იყოს შეიძლება სიტყვაში შევახოდოთ, დავცილოთ კიდევაც, თავში ხელი ჩავარდოთ. ესეთები ვართ ადამიანები, იმიტომ რომ თუ თვითონ არ მოვდით ესე თქვა გამოჩენილები, ამათგან რაღაცა დანაშაულში, მაშინ სხვაზე ვიდა იმისათვის რომ დავაფიქსიროთ საკუთარი ზრუნვების ესე თქვა აღმატებულობა, ის ზრუნვებაზე ჩვენ იგი უნდა გავიშვიოთ twისკენ აუცილებლად. რამდენად იყო პეტრე დამჭირებული აკრებული, რამდენად არა ეს თქვა სხვასაკითხიანი, მაგრამ შინაგანად ადამიანური მიზნიდან გამომდინარე, ახლა უარყო პეტრე, ესე იგი მას ელიქის ეძებოდა რაღაცა უთიერთობაში, რომ აღუნება ესე იქნებოდა. პეტრე თავის თავად ელოდებოდა ამ დამცირებას. თავის თავად ელოდებოდა მისი გაშვერის, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გაყაყრებული. ყველაფერზე უარი და გაყაყრებული. შედეგად ახალი აღქმის საშუალებით პეტრე სულის ხონება მიიღო გარდაცვალებისთანავე. აი ეს ორი განსხვავებული ერთგვარი მდგომარეობა. უარყოფა ადამიანისა ამიშერეთ იყო სერიოზული უარყოფა და არანაკლებ სერიოზული უარყოფა იყო პეტრეს უარყოფა. აგეთი აქ არის პეტრესთან ესე ვთქვათ მოხსნებთან მას ხო არის არ ლაპარაკობდა იმას გაუწევდი იქნებ ხო თვითონ რომ უხდავები იქნებით და მუდამ ესე ვთქვათ ცხოვრობ იერუსალიმში და მუდამ მოგემსახურება ხალხი არა მას ხო არის ამბობს რომ ნუ ხარ იმაზე ვისაც თქვენი მოგოლა შეუძლია იმისა გეშინოდეთ ვისაც აი თქვენი ფიზიკური განადგურების შემდეგ შეუძლია თქვენი სულის გენიალიზმი ჩაგდებაო და იმას ვისაც თქვენი ხორცის მოყინება შეუძლია ნუ გეშინიათ ამას იზაპილეულა მასყვა აქ გიგავების მეშვეობი აქ გადატანების მნიშვნელობით არამედ იზაპილეულა პეტრეს რა თქმა უნდა გონებაში ჰქონდა რომ ფიზიკური სიცოცხლის შემდეგ სულიერი სიცოცხლე არსებობს არსებობდა ზუსტად აი ამ სიცოცხლის მოსახმელად მოვიდა მასყვა ამ სიცოცხლეს ზუსტად ამიტომ აღიარა რომ იფალო და უმერკო ჩემო როდესაც ამბობ რომ შეხა ზე იმენაეთი ეს არის დიდი საინგო. აი ეს არის ზუსტად აღმატებულობა და ესე ვთქვათ, ცნობილება იმისა, რომ ახალი აღქმა ეს არის ბოლო ეტაპი ადამიანის სულიერი განვითარებისა. ბოლო ეტაპი არის ანუ ჩვენ ახალი აღქმის ექსპერტი ძველი აღქმის უარყავი, არამედ განვავრცელების ავამტკიცების ძველი ჟური და მიმოდის ახალი ჟურაზე რომელიც მეშვეობისა ჩვენ მერთან უკვე განაზიარი და განასწორებული უნდა გავხდეს. ეს არის ახალი აღქმის ეკლესია. ეს არის შინაარსის სინანულისა. ყველა ადამიანს აქვს სინანული. არავინ არ აქვს, რომ სინანული არ აქვს. ბუდისტი იეჰოვის თავის საწინოების წარმომადგენელი. ნებისმიერი ადამიანი თავის დანაშაულებს ეს არის ჩვენი მდგომარეობა, სულიერი, შინაგანი. ესე ვარ ჩვენ ასწავლებს შეხარა. მაგრამ სინანული შეიძლება იყოს ამაღლებული ერთადერთი რამი. სინანული სინანული არა იმისა, რომ შავიდინე უბრალოდ დანაშაული. არამედ სინანული უფრო მეტად გადავებული ინტელექტით, რომ სინანული იმისა, რომ ამ საქციელი ის რომ მე დავაშავე ერთია, მაგრამ დავაშავე კიდევ დავაშავეზე მეტია, იმიტომ რომ წარმიწმინდო შეიძლება სული არის. აქ არ არის მხოლოდ რიტუალური ფორმა ახალი აღქმისა დახვეწილი. აქ არის დახვეწილი ადამიანის განჯის საშუალება. სინანული არაუბრალოდ საქციელის გამო, არამედ ყველაზე დიდი რამის დახარვის გამო. ამას უნდა ნანობი ჩვენ. აქეთ უნდა კონდეს შეგონება მინახული და უბრალოდ ეს იქნება ჩვენი სულის ყოლების საშუალება. ამიტომ გაგამოვიდა მაღლის იმისა და მისა ყველა მუსიკოს საშუალება იმისა ეს აი სამუსიკოში ჩვენ სულობით ასე ამას სხვადასხვა ბევრი ხალხი იყო, სხვადასხვა ადამიანი იყო, ის გაგება იყო, მინიმალ მუსიკურები რომ დაახლოებით 14 ეროვნების წარმომადგენლები, 14 ენის წარმომადგენლები და ის გამიგეს მასთან და
მე აბა როდის მაგიტა როდის დაიწყებენ ესენი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი. რაღაცა ხდებოდა განსაკუთრებული მანამ. განსაკუთრებული და იმდენად განსაკუთრებული ხდებოდა, რომ არა მხოლოდ მოციქულები ელოდებოდნენ ამას, არამედ ელოდებოდნენ სხვები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მოციქულთა გარდა უნდა გაეყოლათ მათ ეს შეშმარიტება. მათი პრალესად გავდნენ, რომ უყურებდეს სხვა ხალხი, მაგრამ რომაულად ეცნობდა იგება უფლისა. ბერძნულად ეცნობდა იგება უფლისა. კაბადოკიურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ელი ის იგება მოციქულთა პირიდან თავის ენაზე იგებდა. ეს დიდი საიდუმლო არის. თავზე დიდი საიდუმლო არის და თავზე დიდი ესე ვთქვათ საკაული არის. არა, უბრალოდ თეთრი გადმოდის მოციქულებზე, არამედ იბადება სრული აღქმა, ჭეშმარიტი აღქმა მერტან ურთიერთობისა. მერტმა დავამოუწეს იმისა, რომ ჭეშმარიტად ყოფილა თავისუფლად მერტან ურთიერთობა, ავიგვარ მისინება, ავიგვარ ჩვენი საშინელი თავი ავიღოთ, რამდენიმე ვართ უნარგულები ამ პროცესში და რამდენად ჩვენი გული საქართველოს შეჯავრებულად ვეცინააღმდეგების დალაგობის შეება დავიწყეთ და მუგდრენის მოწოს თავისუფლად შევარდები ვიდან ყველა კანონი მუგდრეკები ყველა ესე ვთქვათ ჩვეულებრივი რიტმი უკვე ჩვენ ჩვენი ესე ვთქვათ მოღვაწეობის სახეს ანუ თუ ჩვენ ნამდვილად შემდეგ მუგდრეკებს არ ვახერხებთ ამაფუნდებით კანონებს ესე ვთქვათ ალიგურ ამაზესები სიტყვები ექრენ მოღვაწეობაში შევარდები ჩვეულებრივად გადაგუნებრივად ჩვეულებრივად ვიგინაროთ